ნაყინი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ არისტოკრატების სუფრის ნაწილი იყო, დღეს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული დესერტია. მაცევრების გამოგონებამ და მასობრივი წარმოების დაწყებამ ის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ნაყინის ნამდვილი მოყვარულების სიაში უდაო ლიდერი ახალი ზელანდია. ამ პატარა, მაგრამ ნაყინზე შეყვარებულ ქვეყანაში მოსახლეობა უფრო კონკრეტულად კი ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 28 ლიტრ ნაყინს მიირთმევს. ახალ ზელანდიელთა უმეტესობას ვანილის გემო ურჩევნია, მაგრამ მათთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ნაყინს სახელად ჰოკი პოკის. ეს არის ვანილის ნაყინი თაფლის კუბებით. ახალ ზელანდიას კვალდაკვალ ამერიკელები მიყვებიან. ამერიკაში ერთი ადამიანი წელიწადში დაახლოებით 20 ლიტრ ნაყინს მიირთმევს. ასეთი მაღალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამერიკელი მწარმოებლები წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ ლიტრ ნაყინს აწარმოებენ. სამეულში ავსტრალიას, სადაც საშუალო მოხმარება ერთ ადამიანზე 18 ლიტრს შეადგენს. ცხელ ზაფხულში, როდესაც მზე განსაკუთრებით აცხუნებს, ავსტრალიაში მოთხოვნა ხილის ნაყინებსა და გაყინულ დესერტებზე იზრდება. წელიწადში დაახლოებით 14 ლიტრ ნაყინს ფინელები მიირთმევენ. ცივი კლიმატის მიუხედავად ნაყინი ფინეთის კვების კულტურის ნაწილია, ისევე როგორც სხვა სკანდინავიურ ქვეყნებში. ქვეყანაში ბევრი ადგილობრივი ნაყინის მწარმოებელი ოპერირებს და ქუჩებში უამრავი სანაყინე კაფეა. ნაყინის უმსხვილესი მომხმარებელი ქვეყანაა შვედეთი, სადაც თითო ადამიანი წელიწადში 12 ლიტრ ნაყინს მიირთმევს. მსგავსად ფინეთისა, ნაყინი შვედური კულტურის განუყოფელი ნაწილია. შვედეთში, ისევე როგორც სხვა სკანდინავიურ ქვეყანაში, ზაფხული ხანმოკლეა. სწორედ ამ პერიოდში ნაყინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დესერტია. შვედები სიამოვნებით მიირთმევენ ნაყინს გარე კაფეებში, სანაპიროებზე ან უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას. ქვეყანას პოპულარული ადგილობრივი მწარმოებლები ჰყავს. დღეს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ბრაზილია და ინდოეთი, ნაყინის ბაზრის სწრაფად მზარდი სეგმენტია. გლობალურ ბაზარზე კი მუდმივად იზრდება მოთხოვნა ახალ გემოებსა და სახეობებს. შესაბამისად, პატარა წარმოებლებიც მარტივად იმკვიდრებენ თავს. ნაყინი დიდი ხანია, რაც მხოლოდ ზაფხულის დესერტი აღარ არის და მისი მოხმარება წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ხდება. 2024 წელს ნაყინის გლობალური ბაზრის მოცულობა დაახლოებით 79-80 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზით ეს მაჩვენებელი მომდევნო წლებშიც გაიზრდება. რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილეს მწარმოებლებს, მონაცემები მუდმივად იცვლება, თუმცა ასეთების რიგებში ვხვდებით ძირითადად იმ გიგანტ კომპანიებს, რომლებიც პორტფელში ნაყინის არაერთ ბრენდს აერთიანებს. ერთ-ერთი უმსხვილესი Unilever-ია. ამ მრავალფეროვანი კომპანიის პორტფოლიოში შედის უამრავი ცნობილი ბრენდი, როგორიც არის Magnum, Ben & Jerry's, Cornetto, Wolseley და მრავალი სხვა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ აქვეყნებს ნაყინის გაყიდვების ზუსტ რიცხვებს, ცალკეული ბრენდების მიხედვით მათი ყოველწლიური შემოსავალი ნაყინის სეგმენტში მილიარდობით დოლარს შეადგენს. ნაყინის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გიგანტი ნესტლეა. ამ შვეიცარიულმა კომპანიამ ნაყინის მრავალი ბრენდი შეიძინა, მათ შორის Dreyer's, Dipsy და სხვა. ნესტლეს პროდუქტები მრავალფეროვნებით და ხარისხით გამოირჩევა. General Mills ამერიკული კომპანიაა, რომელიც ნაყინის სამყაროში ერთ-ერთ მსხვილ ბრენდს აერთიანებს. საუბარია Häagen-Dazs-ზე. General Mills-ის პროდუქტები მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და კომპანიის ნაყინის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მილიარდ დოლარს აჭარბებს. Mars Incorporated უფრო მეტად შოკოლადის წარმოებით არის ცნობილი, მაგრამ მათ ნაყინის ბაზარზეც მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავთ. კომპანია აწარმოებს შოკოლადის ცნობილი ბრენდების ნაყინის ვერსიებს, როგორებიცაა Mars-ი, Snickers-ი, M&M's-ი და Twix-ი. ეს სტრატეგია Mars საშუალებას აძლევს უკვე არსებული ძლიერი ბრენდების ცნობადობა გამოიყენოს ნაყინის ბაზარზე დომინირებისთვის. Wells Enterprises არის ერთ-ერთი უდიდესი ნაყინის მწარმოებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდი Blue Bunny-ია. ამერიკის ნაყინის ბაზარზე მას მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, რის გამოც მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციაზეა.